მოგესალმებით ყველას ჩემი YouTube არხზე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ სამოტივაციო სიტყვებისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრ დროს, ენერგიას მოითხოვს აქ ვიდეოების გადაღება, ჩვენება იმის, რაც მინდა რომ გაჩვენოთ და ვფიქრობ რომ საინტერესოა და მადლობა რომ ბევრმა გამოიწერეთ ჩვენი არხი და ასევე ჩვენი Telegram არხი, ასევე Viber-ი დაგვემატა, ბევრი საინტერესო ინფორმაცია, ვცდილობთ უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, უფრო მეტი იცოდეთ, არ დაუშვათ შეცდომები, არ მოტყუდეთ არავისთან და კარგი ავტომობილები კარგ ფასად იყიდოთ ამერიკაში. გადავიდეთ ახლა, მინდა გაჩვენოთ ბევრი საინტერესო ავტომობილი, ერთი JX-იც მინდა გაჩვენოთ, რომელიც გუშინ ვიყიდეთ და უნდა წავიყვანოთ აქედან 2022 წლიანია ბირკით და მაღალი პრაბეგი აქვს 2022-თან შედარებით 126, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო, მაგარი და მომგებიანი ავტომობილია. დავიწყოთ, გადავიდეთ, ვნახოთ უამრავი ავტომობილი. დავიწყოთ და პირველი ავტომობილი დავიწყოთ, ეს არის Lexus JX, რომელიც მე თვითონ შევიძინე, 2022 წლიანი არის, შავ სალონზე. იდეალური ქარხნული ავტომობილი, ერთი დეტალიც, ერთი ჭანჭიკიც კი ქარხნული აქვს, აი ესე ძალიან მაგარი დისკებში და ნუ ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ავტომობილია, $35000 ჯდება საქართველოს და საქართველოში ვფიქრობ, რომ $45000 ღირს ეს ავტომობილი, ქარხნული არის, დაუზიანებელი პაროგებით, შავი სალონით, აი ესეთი დიდი ეკრანით და შავი ტყავით, მულტიმედიით, მულტიკონტროლით, უკან ასევე სავარძლები აქვს და იქოქება დადის. არის ძალიან მაგარი ავტომობილი და იგზავნება საქართველოს მიმართულებით. დაახლოებით 2 თვეში იქნება საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მალე ვწვირთავთ ავტომობილებს უკვე, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი, ესე ვთქვათ, რაოდენობა ავტომობილების და ვავსებთ კონტეინერებს, ჩამოყოს საქართველოს, ჩვენ ვიხსნით და ყველა ავტომობილი რა თქმა უნდა არის დაზღვეული, იმიტომ რომ არ გვაწყობს, რომ ესეთ ავტომობილებზე რამე რო გაფუჭდეს, ესე ვთქვათ, პასუხისგებლობა ჩვენზე ვიღოთ, არის სადაზღვო ცალკე, რომელიც აზღვევს. ესეც Porsche Panamera 2014 წლიანი, დაახლოებით ამერიკაში შეიძლება ეს ავტომობილი დაუზიანებელი $14000-ში მოიგოთ დახურულ აუქციონზე. ნუ ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაგარი ავტომობილია, შავზე არის, ნახეთ როგორ გამოიყურება, ლაზერული ლინზიანი ფარებით არის, სალონი ნახეთ როგორია, როგორც Porsche შეეფერება, შავზე და ნუ ესე გამოიყურება. მეგობრებო, დამიწერეთ, ვისაც გამოსვლება გაქვთ, ვიდეოგრაფები ხართ, კიდევ როგორ შეიძლება რომ უფრო კარგი და საინტერესო ვიდეოები გავაკეთოთ. საკმაოდ მაგარი Panamera 2014 წლიანი, ვინც Porsche-ს ფანები ხართ და ბიუჯეტური ავტომობილი გინდათ, საკმაოდ კარგი ვარიანტია. არ დაგავიწყოთ ჩვენი Telegram არხის გამოწვევა, იმიტომ რომ ბევრი ესეთი საინტერესო ვარიანტი ჩავარდება, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ, ან თუ საომავლოდ ხართ დაინტერესებული. მე ჯონი ვარ, კომპანია CarMobile's წარმომადგენელი ამერიკაში, საქართველოში ყავს ძალიან ბევრი თანამშრომელი უკვე დაახლოებით 25, რომელთანაც შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია, დაგეხმარებიან, მიხვიდეთ კონტრაქტი აიღოთ, ჩარიცხოთ დეპოზიტი, შეგიძნეთ ავტომობილს და გამოგიზავნით თავისი დაზღვევით და ყველა მომსახურებით. 540 2017 წლიანი ელექტროობის პრობლემა აქვს, ნუ არ ამგონია რომ ძრავი იყოს, ნაკლებად არის ხოლმე 3.0 ძრავები, საკმაოდ გამძლე ძრავებია, ნახეთ უბრალოდ რა მაგარი ავტომობილია და იყიდება, ნუ შეიძლება ამ ავტომობილის ყიდვა $10000 ფარგლებს, საქართველოს დაჯდება $12500 იდეალურად, ესე ვთქვათ, ქარხნული ეგრეთ წოდებული ზაზორებით, 360 კამერებით, ჰედაფით, მაღალი კომპლექტაციით, ჰარმან კარდონით და ასე შემდეგ. გაჩვენებთ სალონსაც, როგორ გამოიყურება, ნახეთ. ძალიან მაგარი ავტომობილია. ხო. დაიქოქა ავტომობილი და ნახეთ ახლა რა არის აქ. უწერია რომ ავტომობილი არ იქოქებაო და გაიყიდება ამის გამო საკმაოდ იაფად ეს ავტომობილი და ავტომობილი იქოქება, გამართულია. კონდენსატი არის ეს, არ გეგონოთ რომ რაიმე ძრავია გაფუჭებული, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შესაბამისად აი ეს არის ზუსტად აი ეს უნდა იცოდეთ თუ როგორი ავტომობილი იყიდოთ, ესე ვთქვათ ამ მეგობრებო, ესეც Cadillac Escalade, რომელზეც შეკვეთა შემოვიდა, არის ძალიან დიდი ავტომობილი. ძალიან სწრაფი იმასთან შედარებით, რომ კუზავი ძალიან დიდია, ნახეთ უბრალოდ როგორ გამოიყურება. არის მაღალი კლასის ავტომობილი, ვფიქრობ, რომ არაფრით არ შემოვარდება Lexus LX ან Lexus JX, ნახეთ როგორ გამოიყურება. ამერიკული სტილი, შავი ჭერით, 6.2 ძრავით, არ ვიცი, ძალიან მაგარი ავტომობილია. 600 კომპლექტაცია, ამას იყენებენ ხოლმე სამუშაოდ აქ, ტაქსზე, ესე ვთქვათ, პრემიუმ კლასის გადაყვანებს და ასე შემდეგ და ესე ვთქვათ, უნდა ვნახოთ, ძრავი იდეალურად მუშაობს, გადაცემათა კოლოფი, ელექტროობა და აქვე უნდა დავტოვოთ ეს ავტომობილი ამერიკაში, აქვე ყავს, ესე ვთქვათ, მომხმარებელი.
საკმაოდ კარგად იყიდება საქართველოში 3-0 ძრავებით 4-4 გამწე. ეს არის დაბალი კომპლექტაცია, აქვს 360 კამერა, ეხლა გაჩვენებთ სალონი და დაახლოებით ამ ავტომობილის ყიდვა საქართველოს შეიძლება $26,000-ში. გადავით ახლა ნახოთ იქით როგორ გამოიყურება. და ესე ვთქვათ, გაჩვენებთ. ნახეთ, ჰარმან კარდონი არ აქვს, არც ხრუსტალიზებული გადამრთველი, არც ჰედაფი. ნორმალური ავტომობილია, საკმაოდ სუფთა, ახალივით მოვლილი, დასერვისებული და ასე შემდეგ. მეგობრებო, აქ დილერი მინდა გითხრათ ერთხელ, რომ არ არის ხოლმე ადამიანი, რომელიც გაყავს და კოპარდზე და აი ეზე ყიდის რაღაც გაკვლევებულ მანქანას. დილერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს მეორადი ავტომობილების ლიცენზია, მოყავს ავტომობილები სხვადასხვა რესურსებით, ან ტრეიდინგს აკეთებენ, მოყავთ და სხვა გაყავთ, ასერვისებს, აკეთებს, ასუფთავებს და ესე ვთქვათ, საბაზრეთ ამზადებს. ამიტომ ესეთი დილერები არიან მაღალკვალიფიცირებულები, სანდოები და შესაბამისად მათთან შეგვიძლიათ მეორადი ავტომობილები შევიძინოთ. ძალიან მაგარი C-კლასი. CD. ოკეი, რაფაში შეიძლება 2024 წლიანი C-კლასის ყიდვა C300-ის ამერიკაში, პირდაპირ გეტყვით $30,000 ფარგლებში, ეხლა თქვენ გადახედეთ MyAuto-ზე რა ღირს 24-იანი C-კლასები საქართველოში და ეხლა ვნახოთ მაღალი კომპლექტაცია არის, ნახეთ როგორ გამოიყურება. შავი სალონით, რა თქმა უნდა, ტექნიკურად გამართული არის ყველაფერი, კოკება დადის. უკან აი ესე გამოიყურება ავტომობილი, მთლიანი პანორამით, დიდი ეკრანებით და ასე შემდეგ. და ეს ავტომობილები დაახლოებით იყიდება 25-დან $30,000 ფარგლებში. სრულიად ახალი ავტომობილი არის, დაახლოებით 20,000 მილი აქვს გავლილი, თითქმის ქარხნიდან არის გამოყვანილი და იყიდება $30,000 ფარგლებში. საქართველოს დაჯდება $33,000. იდეალური დაუზიანებელი ავტომობილები. ვიღაცისთვის ზურია, ვიღაცთვის იაფია, ვიღაცას უბრალოდ უნდა რომ ახალ C-კლასში დაუზიანებელში იაროს. თქვენ გადახედეთ Mercedes-ის ცენტრში რა ღირს, დაახლოებით $95,000-დან ზევით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნორმალური და ლოგიკური ფასია ეს ავტომობილი. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ. ყველას აქვს თავისი გემოვნება, ყველას აქვს თავისი ბიუჯეტი. F15 ეს ეძახიან ამ კუზაოს 3-0 ძრავით X5, რომელიც ესე ვთქვათ, დაახლოებით საქართველოს ჯდება $13,000-დან $15,000-მდე. ეს არის მაღალი კომპლექტაცია, ვიმეორებ 80-დან 100 გარბენით, 120-დან 150-მდე შეიძლება დასვათ $10,000. ძალიან მაგარი ქარხნული ე-პაკეტით, შავი სალონით. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ავტომობილია, თავისი დინამიურობით, იქით კარი გავაღოთ და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. ეს ავტომობილები საქართველოში იყიდება დაახლოებით $17,000-ში, ვიძახი 100 მილამდე დაუზიანებელი უმაღლესი კომპლექტაცია. ეს ავტომობილი არ არის ემპაკეტია, მაგრამ მაღალი კომპლექტაცია არ არის და დაახლოებით ამის ყიდვა საქართველოსამდე შეიძლება 100 მილი აქვს $11,000-12,000-მდე. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ჩვენი ტელეგრამისა და Viber-ის არხის გამოწერა. ტელეგრამზე ჩაიყრება მთელი სადილერო ავტომობილები, Viber-ზე ჩაიყრება Mahim-დან და სხვადასხვა აუქციონებიდან გაშიფრული, შემოწმებული ძალიან მაგარი ვარიანტები და ამიტომ თუ ვაპირებთ ავტომობილების ბიზნესში ყოფნას, ან უბრალოდ ავტომობილის ყიდვას, არ დაგავიწყდეთ ეს არხების გამოწერა. Forerunner-ების ფანები რო არიან საქართველოში და კლუბიც რო აქვს, ეგეც ვიცი. და ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ეხლა მინდა გაჩვენოთ Forerunner-ი TRD 2023 წლიანი თავისი ლიბიოტკით. ნახეთ უბრალოდ რამხელა ლიბიოტკა აქვს. ტუმანებით, ფარებით, ტყავით, მაღლა დუგებით. რა ვიცი, შევეცდებ რომ დაგათვალიერებინოთ ყველაფერი გაჩვენოთ. როგორი პადვესკა აქვს, დისკები ძალიან მაგარი, ნახეთ როგორ გამოიყურება, შიგნით ტყავზე არის. უკან აი ესე გამოიყურება და საბარგული აქვს კიდევ. მე მგონი გადაკეთებული ძაღლებისთვის, სანადირო ავტომობილი არის და ესე ვთქვათ, მალე გამოვა აუქციონზე. ნახეთ როგორ გამოიყურება. ძალიან მაგარი ავტომობილია და მალე იქნება გაყიდვაში. და არ დაგავიწყდეთ ტელეგრამის გამოწერა, იმიტომ რომ ზუსტად იქ ჩავარდება ეს ავტომობილები და შეგიძლიათ უცებ დაბრუნოთ, გიყიდოთ და გამოგიგზავნოთ. ჩვენ ვართ ამერიკაში ლიცენზირებული დილერები, გვაქვს შიდა გადაზიდვა, ჩვენ თვითონ ტვირთავთ კონტეინერში და ჩვენ თვითონ ვიღებთ უკვე საქართველოში. ყველა ავტომობილი არის დაზღვეული და ყველა დეტალზე, ყველა საფეხურზე გექნებათ ინფორმაცია, სად როგორ იმყოფება თქვენი ავტომობილი. ალბათ მივხვდით, რომ ძალიან ბევრი ავტომობილი არის, აი მაგალითად S-კლასები არის, ძალიან ბევრი ფორმატიკები, რომლებიც დაახლოებით
15-დან 20,000 დოლარის ფარგლებში შეგვიძლია შევიძინოთ. ნუ სხვადასხვა აუქციონები არის, აქ შეგვიძლია ოფერიც გავაკეთოთ, თვითონ ბანკშიც დავრეკოთ, თვითონ იმ სადილეროშიც მივიდეთ, რომელიც ყიდის, იმ ორგანიზაციაში არიან აქ პატარა სტარტაპები, რომლებიც ყიდულობენ ავტომობილებს, ცდილობენ რომ გააკეთონ და შემდეგ გაყიდონ და შესაბამისად, ესე ვთქვათ, მიიღონ მოგება და გაყიდონ და ხშირად ვერ ყიდიან ხოლმე ავტომობილებს და გამოყავთ ამ აუქციონებზე და ძალიან ბევრი საინტერესო ვარიანტი ვარდება, ამიტომ ვინც ხარ დაინტერესებული, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, სწორ კომპანიას მიმართოთ, რომელიც დაელოდება იმ ვარიანტს, რომ ეს სწორი და კარგი ავტომობილი გიყიდოთ, არ იჩქარებს, დაგითვლით ფასებს ზუსტად, იმიტომ რომ ეხლა ვაკეთებ ძალიან მაგარ საათს იქნება კალკულატორი, თქვენ თვითონ შეხვალთ და დაზიანებული ავტომობილის ფასებს თქვენ თვითონვე დაითვლით ავტომობილის ფასი პლუს დანარიცხი და პლუს ტრანსპორტირება საქართველოს. X7-ებზე იყო ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი კითხვა და რა თქმა უნდა, ეს არის X7, რომელიც ახლა შემოვიდა, ძალიან მაგარი ავტომობილია და ესე ვთქვათ, მალე გაიყიდება, შემოწმდება ეხა, აი მინიმალური დაზიანებები აქვს და ეს ავტომობილი არის M პაკეტი, მაღალი კომპლექტაცია, შიგნით ეკრანებით, 3-დან 2 ძრავით, ეხა გაჩვენებთ სალონი როგორ გამოიყურება. ნუ ვისაც გინდათ ოჯახისთვის იდეალური ავტომობილია, ვისაც გასაყიდად გინდათ, ასევე იდეალური ავტომობილია, ნახეთ ცხვირი, LED ფარებით, 360 კამერებით, ნუ საკმაოდ მაღალი კომპლექტაცია არის. ეს ავტომობილები ძალიან მაგრად იყიდება საქართველოში, ამის საბაზრი ფასი ახლა საქართველოში არის 45,000 დოლარიდან ზევით. საქართველოს დაჯდება დაახლოებით 35,000 დოლარი. ტაიკანები, ელექტროები, უამრავი კომპლექტაცია არსებობს ტაიკანებში. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 40-დან 65,000 დოლარამდე მერყევს მეორადი ტაიკანები. გააჩნია კომპლექტაციას, დაუზიანებელს გულისხმობ, რა თქმა უნდა, დაზიანებული დაახლოებით 35,000 დოლარში, მაგრამ ფიქრობ, რომ დაზიანებული ტაიკანის ყიდვა არის სისულელე. ნახოთ ახლა როგორ გამოიყურება ეს ავტომობილი. ჩავჯდეთ, გავიაროთ და შესაბამისად გავტესტოთ. ნახოთ ახლა გავიაროთ. ნუ ელექტრო ძრავი ეთყობა. ოკეი, ჩავაგდეთ სპორტში და ვნახოთ ახლა როგორ გაიქცევა ჩვენი ავტომობილი. ახლა ბევრი დრო არ მაქვს, ტექნიკურ დეტალებს არ შევეხები და ვნახოთ როგორ წავა ჩვენი Porsche Taycan. ოკეი. ვოუ. რო გითხრათ, რომ დიდი ეფექტი აქვსო, არა აქვს, ვერ მოწყდა ადგილიდან, არ ვიცი რატო. რივიანები Tesla-ს შემდეგ ერთ-ერთი ესე ვთქვათ სიმბოლო არის ამერიკის ელექტრო ავტოპრომის პიკაპი, ძალიან მაგარი პიკაპებია, უბრალოდ კოლოსალური თანხები ღირს და გაკოტრებასთან არიან მისულები უკვე, როგორც ვიცი. და ბევრი ელექტრო სტარტაპი გაკოტრდა ამერიკაში, ნახეთ როგორ გამოიყურება. უფრო მანქანას გავს ვიდრე Tesla, მაგრამ ძალიან ბევრი არის რაღაც შეზღუდული, გადაცემათა კოლოფი აქვე აქვს, ნუ გადამრთველი კარებები ესე იღება. არის საკმაოდ კარგი ავტომობილები, საქართველოში ვიცი რომ ყავთ ეს ავტომობილები, სხვა სედანებიც ყავთ ასევე რივიანებს და პატარა ჯიპები. ნუ დაახლოებით ეს ავტომობილები 50,000-დან ზევით იყიდება აუქციონებზე და არ ვიცი მე ელექტროავტომობილებთან ცოტა ისეთი დამოკიდებულება მაქვს. არ ვფიქრობ რომ პრაქტიკული ავტომობილები არის. ჰიბრიდზე ვერ შეგედავებით, ძალიან მაგარია ჰიბრიდები, მაგალითად ჩინური ავტომობილები, მაგრამ მეგობრებო, შევეცადე რომ ესე ვთქვათ, ბევრი საინტერესო ავტომობილი მეჩვენებინა თქვენთვის. ეხლა როგორ არის ზოგადი სიტუაცია, ანუ ჩვენ როგორ მუშაობთ, ეს ავტომობილები უმეტესობა ჩაიყრება Telegram არხზე, ასევე Viber-ზე ჩაიყრება უამრავი ავტომობილი, რომლებიც არის მსგავსებიც და უამრავი რომლებიც არის AI-ზე და Copart-ზე შემოწმებულები ბაითნაუზე, უსეფრო შემოვა და საყიდელია, მოგაწვდით რომ არ დაიკარგოს ეს ავტომობილები და ასევე Telegram-ზე ეს ავტომობილები დაუზიანებლები, რომლებიც შეგიძლიათ რომ ესე ვთქვათ, უცებ მომწეროთ, დაფრონოთ და ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ, გავაკეთოთ ოფერი, ვიყიდოთ, სამოვიღოთ. დაახლოებით ფასები როგორ ფასდება, აქ არის MMRI, ზოგადად Carfax-იც ფასდება, სხვა საიტებით შეფასდება ეს ავტომობილი და დაახლოებით უკვე ვიცით რა ფასამდე გაყვებიან, ან რა ფასამდე შესთავაზებენ ამერიკელები, ან რა ფასამდე გაყიდის ბანკი. შესაბამისად, დაახლოებით ფასებს წერთ პლუს მინუს ყოველთვის $500. ზოგი ავტომობილი ნაყიდი არის, რომელსაც ყიდით და რა ვიცი,
მარტივად თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, დაგვიწერეთ, მოგწერეთ, დამირეკეთ, გავიაროთ კონსულტაცია, თუ ყიდვა დაგჭირდებათ, დაგეხმარებით, თუ არ დაგჭირდებათ, იმედია რომ ბევრს ისწავლით ჩვენგან რომ სხვაგან რო იყიდოთ, არ დაუშვათ შეცდომა დროებით. მე ჯონი ვარ, ქარმოვერის წარმომადგენელი, არ დაგავიწყდეთ